გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ მივიღე ეგეთი სპონტანური გადაწყვეტილება, რომ ქართულენოვანი YouTube არხი წამოვიწყო. საქმე იმაშია, რომ აქამდეც არაერთი მცდელობა მქონდა YouTube-ზე. და საკმაოდ წარმატებულიც მქონდა შორტები ატვირთული, სადაც 2 მილიონამდე ნახვა აქვს, მაგრამ კეთების ფორმატის ვიდეოები, სადაც საუბარი არ არის, მხოლოდ ეს ვიზუალური მხარე არის ნაჩვენები და შინაარსი არ არის გადმოცემული და ნივთებს, რომელსაც მე ვაკეთებ, იქ შინაარსის მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვიდრე მისი ესთეტიკური სილამაზე. დანა და ხანჯალი არ არის საკმარისი, რომ უბრალოდ ლამაზე იყოს და კარგად გამოიყურებოდეს. ის ერთი დიდი ტექნიკური შინაარსის მატარებელია და მეორეც ერთი კიდე იმის იქით კიდე რაღაცეები დგას და ზუსტად მაგაზე მინდა საუბარი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სრულფასოვანი ქართულენოვანი კონტენტის გადაღება დავიწყო. რატომ მაინდა-მაინც YouTube-ი? როგორც საქართველოში უმეტესობას მეც მაქვს ჩემი Facebook გვერდი ჯერ კიდე 2000-იანების დასაწყისიდან, მაგრამ სამწუხაროდ ნელ-ნელა Facebook-ი გადაიქცა ძალიან ისეთი ტოქსიკურ სივრცედ. ასევე რამდენიმე წელია მაქვს Instagram-ი. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ძირითადი პლატფორმა ჩემთვის. ძირითადი სოციალური ქსელი. Instagram-ი არის ძალიან საინტერესო პლატფორმა, მაგრამ Instagram-ს აქვს ერთი სერიოზული პრობლემა, ერთი ბევრ ადამიანს არ აქვს საქართველოში Instagram-ი, განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანს. და მეორე კიდე Instagram-ის ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა არის ის, რომ Instagram-ი პირველ რიგში ორიენტირებულია ეგრეთ წოდებული lifestyle-ზე, ჯანსაღი სხეული, მოდა, რესტორნები, პირველადი მოხმარების ნივთები, ფუფუნების ნივთები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის ნაკლებად არის ორიენტირებული ხელნაკეთ ნივთებზე, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. დაახლოებით 1 წლის წინ Instagram-მა გამოგზავნა წერილი ყველა ადამიანთან, ვინც მხატვრული იარაღის კეთებით იყო დაკავებული და გვერდები ჰქონდა Instagram-ზე, სადაც Instagram-ი აუწყებდა, რომ არ აპირებს მათი ნამუშევრების და მათი გვერდების ჩვენებას იმ ადამიანებისთვის, ვინც მათი უშუალო გამომწერი არ არის. ეგ რას ნიშნავს, რომ შენ რაც არ უნდა კარგი პოსტი დადო, მაგას საუკეთესო შემთხვევაში ნახავენ მხოლოდ შენი გამომწერები და შენი აუდიტორია პრაქტიკულად არ ფართოვდება. თუ თქვენ გაქვთ სამკაულის ბრენდი, თუ თქვენ გაქვთ ავეჯის ბრენდი, თუ თქვენ გაქვთ რესტორანი, მაგისთვის Instagram-ი არის ძალიან მაგარი. ძალიან მაგრად მუშაობს, თუმცა მანდაც არის ერთი პრობლემა, რომ თქვენ კონკურენცია გიწევთ ძალიან ბევრ ლამას შიშველ სხეულთან. ამიტომ Instagram-ის ძირითადი პრობლემა ეს ორია, რომ ერთი ძალიან ბევრი შიშველი სხეული არის და მეორე პრობლემა არის მისი სერიოზული ის, რომ როგორც გითხარით, თვითონ ამბობს უარს მხატვრული იარაღის მხარდაჭერაზე, იმიტომ რომ რატომღაც მიიჩნევს, რომ ეს არის რაღაცა მილიტარიზმი და მოკლედ რაღაცა ჩემთვის გაუგებარი ამბები. წლების შემდეგ დავუბრუნდი ისევ ჩემს საყვარელ პლატფორმას YouTube-ს, რომელიც რომ ეკითხებიან, რომ ვინ არის შენი მასწავლებელი, მე გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ მყავდა ბევრი მასწავლებელი, მაგრამ YouTube-ისნაირი მასწავლებელი მიამყოლია. ერთ მაგალითს გეტყვით, დაახლოებით 1 წლის წინ გარდაიცვალა ერთი ბრიტანელი ოქრომჭედელი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ესეთი დეტალური განხილვები ოქრომჭედლობაში, იაპონური ოქრომჭედლობის სპეციალისტი იყო ის პირველ რიგში, აკეთებდა იმ კატანას ნაწილებს, ცუბას, ანუ ვადა, ქართულად რო ვთქვათ. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესია, ცალკე პროფესია არის პრაქტიკულად ამ ცუბას დამზადება და იქ მთელი სპექტრი იაპონური ოქრომჭედლობის ჩართული არის მაგაში უამრავი ტექნიკით. ძალიან ბევრი ლითონი გამოიყენება და თან არასტანდარტული ლითონები, ისეთი როგორც შიბუიჩი არის მაგალითად, ესე ძალიან სპეციფიური შენადნობი ვერცხლის და სპილენძის. ეს ადამიანი რო გარდაიცვალა, მე ისეთი გრძნობა მქონდა, რომ დავკარგე ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ არც ვიცნობდი მაგას, არც ის მიცნობდა მე, მაგრამ მისი ვიდეოების წყალობით ის გახდა ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი. ეგეთი ამბავი. მოკლედ რა ვიცი, ვიქნები YouTube-ზე, მე ვფიქრობ დაახლოებით ვლოგის ფორმატების ვიდეოები შემოგთავაზოთ. ჩემი სურვილი არის, რომ ყოველი თვის პირველ რიცხვში გამოვიდეს ახალი ვიდეო ხოლმე ამ არხზე. ეს არის არხი, სადაც უნდა იყოს კარგი განწყობა, სადაც უნდა იყოს კარგი გარემო, სადაც უნდა იყოს კეთილმეგობრული ურთიერთობა. თუ თქვენი სურვილი დაემთხვევა ჩემ სურვილს, თუ თქვენი ფასეულობები დაემთხვევა ჩემ ფასეულობებს,
გამოიწერეთ ეს გვერდი. ადამიანები, რომლებიც აქ შემოვლენ გონორით და რაღაცა ჭკუის დამრიგებლური ტონით და თითების ქნევით, ეგ ადამიანები დაიბლოკებიან იმ წამსა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. რაც შეეხება კეთილგანწყობილ კრიტიკას, ჯანსაღ კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივესალმები ყველანაირად და ჩემთვისაც იქნება საინტერესო და სხვა მაყურებლისთვისაც. მოკლედ, ყამირი გატყდა რო იტყვიან. დღეს ასევე მინდა შემოგთავაზოთ ერთი დანის განხილვა. დანა, რომელიც ახლა ხანს დავამთავრე და ამის შემდეგ დაგემშვიდობებით და შევხვდებით, ვისაც სურვილი ექნება ზუსტად ერთ თვეში, ნოემბრის დასაწყისში, სავარაუდოდ 1 ნოემბერს. ესეც ჩვენი დანა, რომელიც მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის. დანა ნომერი 104. თვითონ ნომრებს რაც შეეხება, მაგითი მინდა დავიწყო, ხანდახან არის ხოლმე, რომ შეიძლება გავაკეთო დანა ნომერი 110 სიტყვაზე და მაგის შემდეგ გავაკეთო დანა 101. რატო ხდება ესე? დანების აღრიცხვა ნაჭედი პირების მიხედვით ხდება. ანუ პირს რო გავჭედავ, მაგას ენიჭება ნომერი და ის პირი შეიძლება გავამზადო უფრო მოგვიანებით. რეალურად ეს აღრიცხვა არის იმისთვის, რომ მე ვაწარმოებ ჩემ დღიურს, როგორ ვაკეთებ ამ დანებს, რა მასალებს ვმარობ, რა ტექნოლოგიურ დამუშავებას ვიყენებ მაგისთვის და ეს აღრიცხვა უფრო ჩემთვის არის. შესაბამისად, თუ დაბრუნდა ჩემთან წლების შემდეგ, მე ზუსტად მეცოდინება რა ტექნოლოგიები გამოვიყენე მის დასამზადებლად, როგორი წრთობა ქონდა, როგორი თერმოდამუშავება ქონდა და ასევე, მყიდველისთვისაც საინტერესოა, იმიტომ რომ ყველა დანას პრაქტიკულად თავისი ინდივიდუალური უნიკალური ნომერი აქვს. რაც შეეხება თვითონ აი ამ დანას პირველ რიგში მაგაზე მინდა მაგ ფორმაზე მინდა ვთქვა, ეს არის ეთნოგრაფიული დანა, რომელიც საქართველოში იყო გავრცელებული სხვადასხვა კუთხეში. ყველაზე კარგად ეს დანა ბოლომდე დღევანდელი დღის ჩათვლით შემორჩა სვანეთში და დიდი მადლობა ამისთვის ამ კუთხის მკვიდრებს, რომლებმაც ყველაზე კარგად შეინარჩუნეს მისი წარმოება. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ეს დანა კეთდებოდა საქართველოს სხვა კუთხეებშიც. იმერეთში იყო ძალიან გავრცელებული. გარდა ამისა, გვხვდება მისი წარმოება სამეგრელოში, ძალიან კარგი მასალები არსებობს ამის შესახებ. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება ასევე მისი წარმოება აფხაზეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში. აფხაზები თვლიან, რომ ეს დანა მაგათი კულტურული ელემენტია, მაგათი ნაციონალური დანა არის და მოკლედ საქართველოსთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც აფხაზეთი ამოგლიჯეს საერთო ქართული სივრციდან ცდილობენ ამოგლიჯოს, ისევე არის აი ამ დანის ამბავი რა. ეხლა დანის თვითონ ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, ქარქაში დავიწყებ. საქმე იმაში არის ხოლმე, რომ დანა მოხმარებლამდე რომ იმაქვს ხოლმე პირველ რიგში ესე დანას ამოიღებენ ხოლმე და პირს უყურებენ, რაც ბუნებრივია, სავსებით გასაგები არის. ხა დანა არის პირი პირველ რიგში, ყველაფერი დანარჩენი არის მაგის ასე ვთქვა, დახმარე ელემენტი არის რა. მაგრამ იმხელა ძალისხმევა იდება ამ ქარქაში, რომ ორიოდე სიტყვით რო არ თქვა, არ იქნება. ტრადიციულად ქარქაში იყო ორი ტიპის, ეხლა მხოლოდ აი ამ ტიპზე ვისაუბრებ. სხვა ვიდეოებში მე მეორე ტიპზეც ვიტყვი, ის კიდევ უფრო გავრცელებული იყო. მასალა ქარქაშისთვის ეს არის ცაცხვი, რომელიც მინიმუმ 2 წლის დაძველების უნდა იყოს. ცაცხვის მერქანი, რომელიც ტრადიციულად გამოიყენებოდა ამ დანებისთვის, დანების, ხანჯლების, წყლების ქარქაშებისთვის, ბევრი მიზეზი აქვს, თუ რატომ მაინდა-მაინც ცაცხვი გამოიყენებოდა, უпростоრად უპირატესობას რატო ანიჭებდნენ ცაცხვს. ამ შემთხვევაში ხა ამას აღარ ჩავაღრმავდები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მინიმუმ 2 წლის გამოშრალი უნდა იყოს მერქანი, რომ დეფორმაცია რა იყოს, არ გაიბზაროს და მოკლედ დანა კარგად იჯდეს თავის ბუდეში. ტყავი, თხის ტყავი პერიოდულად ჩნდება ჩვენთან გაყიდვაში, თუმცა ყოველთვის არის შოუება და ესე ცოტა გამართლების ამბავია მაგის შოვნა. მე რატომაც მომწონს აქ ძალიან საინტერესო ესეთი ხავიანი ფაქტორა ბუნებრივი, რომელიც აი ძალიან მოხდება დანას რა, დანასაც, ხანჯალსაც, ხმალსაც, სისქე შესაბამისი აქვს, საკმაოდ თხელი არის და დანას რო გადაეკრება, ხის ქარქაში ინარჩუნებს თავის ლამაზ ფორმას, ან ცოტა ესეთი ბადრიჯანივით, კიტრივით არ ხდება რა. აი ეს ტყავი უკვე ეს არის ეგრეთ წოდებული სცენარიული დამუშავების ტყავი არის. აი ამ ტიპის ტყავი გამოიყენებოდა ეს ხანჯლის ეს საცვეძე, ეს პატარა ტყავი რო უკეთდებოდა, კამარზე ჩამოსაკიდოთ. აი ზუსტად ესეთი ტყავი გამოიყენებოდა ხოლმე როგორც წესი და
ამიტომ ამ ქართულ დანებზეც ამას ვიყენებ ხოლმე იმის ნიშნად, რომ ეს რაღაცა ერთი საერთო ოჯახი არის დანა და ხანჯალი. დანის ამოღება ქავნიდან ხდება ესეთი პატარა ტყავის საშუალებით, რომელსაც ხან საჩხერიალოს უძახდნენ, სხვადასხვა ფორმის იყო ხოლმე ეს ტყავები, მე ესეთი ფორმა ვარჩი, იმიტომ რომ იმის გახსნა შეიძლება ადვილად და თუ ადამიანს თქვა არ უნდა რომ დასვაროს რაღაც ისეთ სამუშაო აქვს სისხლიანი, ადვილად შეიძლება მოხსნას და მე ადვილად ისევ გაუკეთოს. ესე, ამ ცერათითის დახმარებით ადვილად ამოდის დანა ქარქაშიდან, თავისი დამახასიათებელი ხმა აქვს ხოლმე ამ დროს და ესე გამოიხურება უშუალოდ თვითონ დანის პირი და თვითონ დანა. ჯერ არ არის ალესილი, ალესვას მე ყოველთვის პროფესიონალს ვამბობ, მეც შემიძლიაავლესო, მაგრამ ისეთი დონის ალესილი არ იქნება და მინდოლადმა მინდა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პოტენციალი, ამიტომ ალესვას ვამბობ იმ ადამიანს, ვისაც მართლა ესმის ეს საქმე და ვინც კარგად აკეთებს. აქვე მადლობა გიორგი თუ მისმენ. პირზე ცოტა დეტალურად შევჩერდები, ორიოდე სიტყვით მოგიყვებით, როგორ მიიღება ესეთი პირი. თვითონ დანის ჭედვის პროცესი რო წარმოიდგინოთ, ამაზე უფრო დეტალურ ვიდეოებს გადავიღებ სამომავლოდ, მაგრამ თავდაპირველად ეს არის ესეთი ნამზადი ნედლი ფოლადის. თვითონ ფოლადს რაც შეეხება, ეს არის გერმანელი მწარმოებელი ლოჰმანის თუ ლომანის, არ ვიცი გერმანულად სწორედ როგორ არის, წარმოებული ფოლადი, რომელიც ახლოს არის ამერიკული D2-ის ტიპის ან რუსული X12 MF-ის ტიპის ფოლადთან. ბევრი რევიუ მაქვს ძალიან მაგაზე წაკითხული ამ ფოლადზე, ზოგადად D2-ის ტიპებზე ძალიან ბევრს ვკითხულობ და ბევრი აზრი არის, რომ ეს გერმანული ვარიანტი, ლომანის კონკრეტულად ვარიანტი არის საუკეთესო ამ ჯგუფში, ამ D2-ების კატეგორიაში. მე ჩემი მხრიდან მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ფოლადით. არ კეთდება მარტივად, არ იჭედება მარტივად. არც წრთობის თვალსაზრისით არ არის მარტივი, იმიტომ რომ 1000 გრადუს ზევით ჭირდება გახურება საწყშტობად. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ რაღაცნაირად მივეჩვი ამ ფოლადს. ჯერ გვაქვს ესეთი ნამზადი, როგორც გითხარით, ამის შემდეგ უკვე ხელით მიიღება ესეთი ფორმის ნამზადი, მაქსიმალურად მიახლოებული პირის ზომებთან. შემდეგ ეტაპზე დანას ერტყმევა დამღა, ამ ადგილას ვამზადებთ წრთობისთვის და თერმოდამუშავების შემდეგ გრინდერზე უკვე მიყვავს ესეთ სტადიამდე. რიგ შემთხვევაში მე ვუტოვებ აქ პატარა ჭედვის კვალს, თუმცა ეს არ არის აუცილებელი, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, ვიღაცას ისეთი ურჩევნი, ვიღაცას მეც პირადად ხან ვარ ხასიათზე, რომ ცოტა უხეში და ცოტა ბრუტალური პირი დავტოვო, ხან ისეთ განწყობაზე ვარ, რომ მაქსიმალურად დავიყვანო ესეთ ხელის ფინიშამდე. ხელი დამუშავებისას რამდენიმე სხვადასხვა ზუმფარას ვიყენებთ და საბოლოო ჯამში უკვე 320 ნომრით ვამუშავებ და ეს არის უკვე საბოლოო ფინიში ამ ჩემი დანებისთვის. ზოგს უყვარს ბოლომდე აპრიალებული დანა, ზოგს უყვარს ეგრეთ წოდებული stone wash-ი, ბევრი ვარიანტი არის დანის დასრულებისთვის, მე ჩემთვის ყველაზე ახლო არის და ჩემთვის ყველაზე ორგანული არის ეს ზედაპირი. დაკაწვრისას იტანს დაკაწვრას მეტნაკლებად, სხვებთან შედარებით და ამასთანავე ესეთი არაპრიალა სასიამოვნო ზედაპირია. ჩემთვის პირადად ეს არის ყველაზე მისაღები ზედაპირი იმ თვალსაზრისითაც, რომ ძველი დანები 19 საუკუნეში რაც კეთდებოდა, მე არ ვამბობ მე-20 საუკუნის ბოლოს რაც კეთდებოდა, მე-19 საუკუნეში რაც კეთდებოდა, ისინი იდეალურად ესე არასოდეს აპრიალებული არ იყო. დაახლოებით ესე გამოიყურებოდა დასრულებული ხანჯალი ან დასრულებული დანა. ამიტომ მეც ესეთ ზედაპირს ვარჩევ პირადად ამ ჩემ დანებზე. კიდე ერთი მომენტი, რომელიც მე მინდა აღვნიშნო, ის არის, რომ ტრადიციულ დანაში ყუნწი ყოველთვის დანის ტარის მთელ სიგრძეზე გასდევს. აქ ორი ვარიანტი იყო ხოლმე. იყო ვარიანტი, რომ დაეთხელებინათ და დაეგრიხათ რგოლად და მერე გაეყარათ უკვე ეს საჩხრიალო რგოლი. ან მეორე ვარიანტი იყო თვითონ ყუნწი გაეხვიდათ. მე ამ მეორე ვარიანტს ვამჯობინებ ხოლმე, ადრე ვაკეთებდი დახვევით. მაგრამ ძალიან ძნელი არის, რომ ლამაზად ესეთი ლაზათიანად გააკეთო. რაღაცა ყოველთვის ეს ნაწყოლების და რაღაცა ცოტა ესეთი უშნო შტაბერტილებას ტოვებს. ამიტომ მე უფრო ესეთი ვარიანტს ვამჯობინებ ხოლმე ამ ბოლო დროს. რაც შეეხება სხვა მასალებს, ეს არის 925 ინჩის ვერცხლისგან გაკეთებული ვადა.
ტრადიციული ჩასმით. ეს ვადა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი სახასიათო ელემენტი არის ამ ტრადიციული დანის და არ არის ეს უბრალოდ დეკორატიული ელემენტი, აქვს მაგას თავისი დიდი მნიშვნელობა, რატო კეთდებოდა ესე და არა სხვანაირად და მე სხვა ვიდეოებში მაგაზე შეიძლება დაწვრილებით უფრო ვისაუბროთ. ტარი ეს არის კამეჩის რქა, რომელიც დღეს საქართველოში უკვე პრაქტიკულად აღარ იშოვება, იმიტომ რომ კამეჩი თუ იკვლება, როგორც ჩანს იკვლება ისეთ ასაკში, როდესაც რქები ჯერ კიდე საკმარისი სიდიდი არ აქვს და აი ესეთი აიმხელა ბითუმი შიდა ნაწილი რომ მივიღოთ, ძალიან რთული არის. ამიტომ მე ვიწერ ჩინეთიდან პირადად, ასევე ინდოეთიდან შეიძლება გამოწერა. არ ჯდება ეს იაფი თავის ჩამოტანიანად, ყველაფრიანად, შეიძლება 100 ლარამდე ავიდეს ერთი ნაჭერი, ამიტომ ესეთი იაფიანი სიამოვნება არ არის. თუმცა აი კამეჩის რქას აქ ძალიან ბევრი პლუსი, ეხლა ჩემი გადმოსახედიდან მაგაზე მაგარი მასალა იშვიათი არის რა. ხისგან განსხვავებით არის ბევრად უფრო მძიმე და ხელში ეს სიმძიმე, ესეთი ზომიერი სიმძიმე ძალიან სასიამოვნოდ იგრძნობა, აი ხის ტარები თითქოს რაღაცნაირად პირი წონის წინ და ამ შემთხვევაში ხელში რო გიჭირავს, აშკარად ტარი ცოტა ჯაბნის და პირი ეს წინ გადავარდნის ის მომენტი არ არის და ამიტომ უფრო ლაზათიანად ძეს ხელში. ხას უნარი აქვს ხელის სისველე და რაღაცა ცხიმი შეიწვოს. ამიტომ ხელში რო გიჭირავს ხო, რაღაცა ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ აი არ გაგისხლტება ხელიდან რა. აქ ესეთი ბუნებრივი ჩანართები და ყველა რქაში სხვადასხვანაირი არის ეს ჩანართი. პრიალდება როგორც საუკეთესო თანამედროვე მასალები. იდეალურად შეიძლება მაგის გაპრიალება და ძალიან კარგი ზედაპირის მიღება. მაგრამ თვითონ ფუნქციებს რო თავი დავანებოთ, ძალიან უხდება ტრადიციულ დანას, თვითონ ეს ფაქტურა, ეს მასალა, აი სუნიც კიდე ისეთი სპეციფიური აქვს რა, რომელიც აი ძველ ხანჯლებს აქვთ ხოლმე და ესეც კი რაღაცნაირად აი ჯდება იმ საერთო სურათში და საერთო განწყობას ქმნის. ზომებს რაც შეეხება დანის პირი არის დაახლოებით 13 სანტიმეტრზე ოდნავ მეტი, მაგრამ დაახლოებით 1 სანტიმეტრი იკარგება ვადაში, შესაბამისად დაახლოებით 12 სანტიმეტრი აქვს სიგრძე და მთლიანი სიგრძე დანისა არის დაახლოებით 24.5 სანტიმეტრია, ესე გამოდის. დანის ფაზზეც მინდა თქვა ორიოდე სიტყვა. ადამიანს თავის ხელით დანა რო არა გაკეთებული, ის ვერ აღიქვავს ბოლომდე რამხელა შრომა ჭირდება თითოეული დეტალის გაკეთებას და შრომის გარდა რამხელა გამოცდილება და რამხელა ცოდნა ჭირდება მის სწორედ გაკეთებას. ეს ბუნებრივი არის რა, ეხლა ყველა ადამიანმა იცის თავისი პროფესია და ეხლა სხვისი პროფესია და სხვისი საქმეში ჩახედული ნაკლებად არის. როდესაც რაღაც ნაკეთობას ფასს თვლიან ხოლმე. რატომღაც ყურადღებას აქცევენ ხოლმე მასალებს. მაგრამ ეხლა მასალა თხის ტყავის ნაგლეჯი, აი ესეთი პატარა რკინის ნაგლეჯი, რქის ნაგლეჯი და პატარა ვერცხლის ნაგლეჯი, ეს არ არის დანა. მასალა რო რაღაცა ფასი ღირს, რა თქმა უნდა გასაგები არის რა, მაგრამ ამ დანის თავარი ღირებულება მასალა კი არ არის. თავარი ღირებულება არის ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ვაგროვებდი, რომ ის შედეგი მივიღო, რაც მე მინდა რომ მივიღო. ძირითადი თანხა ღირს ის და ახლა მასალა, რა თქმა უნდა, ვცდილობ რომ საუკეთესო მასალა შევარჩიო, მაგრამ არანაირი საუკეთესო მასალა დანა არ არის. აი ესეთი ამბავია, მოკლედ ეს დანა გაილესება და წავა თავის შემკვეთთან ადამიანთან, რომელსაც მაგას ერთი თვე ელოდებოდა. დიდი მადლობა მაგ ადამიანს, რომ არ აუჩქარები ვარ, არ შეუწუხები ვარ, აბსოლუტური თავისუფლება მომცა დროშიც და მუშაობაშიც და იმედია ისევე გაახარებს ეს დანა მის პატრონს, როგორც აი ახლა მე რაღაცნაირად მიხარია ხელში რომ მიჭირავს და პირდაპირ გეტყვით, აი ხელიდან გაშვებაც არ მინდა. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.